მივიწყებთ JD Vance-ის და მარკო რუბიოს გზავნილებით საქართველოზე. პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ამერიკელ ლიდერებთან შეხვედრის ახალ დეტალებზე ისაუბრა. აღიარებული საკვანძო კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, რაც წერს ევროკომისია საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის შესახებ. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს მჭიდრო ურთიერთობის განახლებას დაპირდა. ეს მნიშვნელოვანი ამბავი მიხეილ ყაველაშვილმა იმედის კვირისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა. პრეზიდენტ ყაველაშვილის განცხადებით JD Vance-მა უთხრა, რომ ისინი საქართველოზე ინფორმირებული არიან, კიდევ მეტ ინფორმაციას იღებენ და აუცილებლად ეცდებიან, რომ ჩვენთან ურთიერთობა განაახლონ. პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ვრცელი საუბარიც. საზეიმო ბაღშვის დღეს მარკო რუბიო ცოტა მეტხანს გაჩერდა ჩვენთან. მან აღნიშნა, რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებით. თავად ხვდებიან, რომ ეს არ იყო შესაბამისი. რუბიომ აღნიშნა, რომ წინა ორშაბათს სწორედ ამ თემის განხილვას ჰქონდა ადგილი შეერთებულ შტატებში. მათ ძალიან კარგად გაიარეს, გაანალიზეს ეს პროცესი. პროცესში არიან, რომ ეს ნეგატივი გაწმინდონ ჩვენს ურთიერთობებში და უახლოეს მომავალში აუცილებლად მოემზადებიან იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები შედგეს, განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმირებულია ორი ქვეყნის საერთო ქრისტიანული და ოჯახური ღირებულებების შესახებ. ამ თემაზე საუბარი მიხეილ ყაველაშვილსა და მაკა ბოჭორიშვილს JD Vance-თანაც ჰქონდათ. კვირის დასაწყისში სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სტუმრობდა ვაშა დარსალიას და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ბრენდან ჰანრაჰანის შეხვედრის დეტალებზე დღეს უწყების სპიკერმა ისაუბრა. შეხვედრა იყო კონსტრუქციული, განიხილეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საერთო ინტერესის საკითხები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის შესაძლებლობები, რაც გამომდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით მიღწეული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებიდან აღნიშნა ტომი პიგოტმა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან. კონკრეტული გზამკვლევით საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული სურვილია, მართლ გუნდს იმედი აქვს, რომ შტატების მოქმედი ადმინისტრაცია გამოასწორებს წინამორბედის შეცდომებს, კერძოდ იმ პოლიტიკას, რომელმაც ორივე ქვეყნის ინტერესები დააზიანა. გეოგრაფიას გვერდს ვერავინ აუვლის და რუკით ხელმძღვანელობაც გარდაუვალია, როდესაც საქმე გრძელვადია სტრატეგიას ეხება. შესაბამისად, ევროკომისია შავ ზღვასა და მის მოსაზღვრე ქვეყნების საკვანძო კარიბჭედ აღიარებს, რომელიც ევროპას, ცენტრალურ აზიასთან და მის მიღმა რეგიონებთან აკავშირებს. სპეციალურ კვლევაში ვკითხულობთ, რომ გაძლიერებულმა სატრანსპორტო დაკავშირებადობამ შესაძლოა უზრუნველყოს ნედლეულისა და საქონლის უფრო სწრაფი და საიმედო იმპორტი და ამავდროულად გახსნას საექსპორტო ბაზრები მთელს ევრაზიაში. ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი წარმოჩინდება როგორც ყველაზე იმედისმომცემი გზა ევროპასა და აზიას შორის გეოპოლიტიკურად მდგრადი და დივერსიფიცირებული სატრანსპორტო კავშირებისთვის. სწორედ ამ მარშრუტის განვითარებაა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი. ყველაფერი კეთდება სავაჭრო დერეფნის გაუმჯობესებისთვის, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკა თუ რეგულაციები. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მარტა კოსმა, კაია კალასმა და ყველა სხვამ შეიძლება საქართველოს უსამართლო და აკრიტიკონ პოლიტიკურ განცხადებებში, მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის უგულვებელყოფას. ევროსაბჭო ახლა იმ გამოცდილების გაზიარებას ითხოვს, რომლის გამოც ოფიციალური თბილისი წლებია ევროპიდან კრიტიკის სამიზნეა. უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის მრავალფეროვანი გამოცდილება ქართულმა მხარემ სტრასბურგს დაუყოვნებლივ გაუგზავნა, რომელიც სწორედ იმ საკანონმდებლო ინიციატივებს მოიცავს, რაც პრაქტიკაში წარმატებული აღმოჩნდა. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ინიციატივა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაზე ცოტა ხნის წინ წარადგინა, განხილვები მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს. ის საკანონმდებლო ცვლილებები და ინიციატივები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს მიმართულია სწორედ იქეთ, საითაც მიდის დღეს ევროპის საბჭოს ფიქრი და მუშაობა, რომ როგორმე შეზღუდონ უცხოური გავლენები და დაუპირისპირონ საკანონმდებლო ჩარჩო ამ გავლენებს. ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროსაბჭოს მოთხოვნაზე და აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს მუშაობას მათ შორის ევროსაბჭოს ფარგლებში, რათა ჩვენი გამოცდილება უფრო სწორად იყოს გაგებული, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდნენ გარკვეული აქტორები. ევროპაში უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის ომის მოწინააღმდეგე ლიდერების გზავნილები. ევრობიუროკრატია კიდევ ერთხელ ამხილა ვიქტორ ორბანმა და განაცხადა, რომ არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება. ომის საწინააღმდეგო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერმა თქვა, რომ ბრიუსელის ზეწოლას მოახდენს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რათა ომში ჩართოს. ევროკავშირმა ომის ეკონომიკაზე გადასვლა გამოაცხადა, ამიტომ 2026-30 წლების პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე საშიში იქნება. ომზე საუბრობს ჩეხეთის პრემიერიც ანდრეი ბაბიშის თქმით,
რუსეთი და უკრაინა შეთანხმებასთან 2022 წელს ახლოს იყვნენ, მაგრამ ბორის ჯონსონის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ მოლაპარაკების პროცესი ჩაიშალა და ომის სწრაფი დასრულების შანსი ხელიდან იქნა გაშვებული. 2 წელი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2024 წლის 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მთავრობის მეთაურად ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დაამტკიცა. რთული გზა, რომელიც გაიარა ამ პერიოდის განმავლობაში, პრემიერმა იმედის კვირასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეაჯამა. გაიხსენა ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობას, ყველა აქტის გასაჯაროებას უკავშირდებოდა და ეს იყო განაცხადი იმის თაობაზე, თუ რა მიდგომით გაგრძელდებოდა მუშაობა. წინააღმდეგობაც ბევრი იყო, გამოწვევები შიდა თუ გარე ასპარეზზე, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, გუნდის გადახალისებასაც გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა ახლა ვითარება თვისებრივად შეცვლილია, როგორც სწორი პრინციპებით მუშაობის, ისე ეფექტიანობის თვალსაზრისით. პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ხელისუფლების პრიორიტეტებზე, ფასების შემცირება, განათლების მასშტაბური რეფორმა, კორუფციის და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და იმ შთამბეჭდავი პარამეტრების შენარჩუნება, რასაც უკვე მიაღწია საქართველომ ქართული ოცნების გუნდის მთავარი საზრუნავი.